აია, ამბავი სიყვარულზე. ხუთშაბათ დილით, 11:20 რომ დააკვდება, მატარებელი ნაძვნარიდან გამოყოფს ხოლმე კვამლში გახვალ ცხვირს და მზის გულზე ჩერდება. ბაქანზე ხალხი ვაგონებს აწყდება. აია მოშორებით დგას. დროდადრო ფეხის წვერებზე იწევა და უამრავ სახეს შორის ვიღაცას ეძებს. ვაგონები სწრაფად იცლება. დამხტურები ბარგაკიდებულ მგზავრებს ეგებებიან, ეხვევიან, ჩანთებს ართმევენ და ლაპარაკ-ლაპარაკით ტოვებენ სადგურს. აია იღრუბლება, ცრემლებით ევსება თვალები და თავს ხრის, რომ არავინ შეამჩნიოს. დღესაც არ ჩამოვიდა შენი სათბო, აია. ზურგიდან ონავარი ბიჭების გუნდი წამოეწევა. გადამთიელს რატო მელოდები, მე აქ არა ვარ, რა მოსაწონი კი შენახარ, თავზე წამოუტყაპუნებს ერთი მეორეს. ბიჭები სიცილ-ხორხოცით გასცილდებიან თუ არა, ცოცხმომარჯვებული მეეზოვე დაუდგება წინ. ვაი, შენს დედას, უბედურს, ერთს აათვალიერ ჩაათვალიერებს, მერე კი ოვალურ სარკმელს მიუახლოვდება, დიდი ასოებით რომ აწერია, სალარო და ოქროს ფერთმიან ქალს გადაულაპარაკებს. აბა, ამისთან აუწყინარს, გიჟი უნდა ერქვას და ჩემს უფროს, მართლაც ქაჩსა და გადარეულს, ჭკუასრული? არა, ამ ქვეყნად სამართალი, არა, გაბრაზებული ღონივრად მოუსვამს ცოცხლს და მტვრის ისეთ კორიანტელს დააყენებს, მოლარე მაშინვე მოსცილდება სარკმელს. ეს თავგზააბნეული სიტყვები აიას არ ეხება, თითქოს მთელი სამყარო გაღმა, ის კი გამოღმა. დასევდიანებული ერთხელ კიდევ მოავლებს თვალს დაცარიელებულ ბაქანს და სახლში ბრუნდება. ბილი კი ნაძვნარში გადის. ტყეს გაივლის და ყვავილებით მოპენტილ მინდორს დაადგება. შუა დღეა, ყვითლად, ძოწისფრად, ზურმუხტისფრად ციმციმებს მდელო. შორს აყვავებული ვაშლის ხე მოჩანს. მიუახლოვდება და ხასხასა ბალახზე მოიკეცება. ხის ტანს მიეყნობა და ფუტკარ დახვეულ მოვარდისფრო ყვავილებს ასცქერის. ბზ, ბზ, ზუზუნებენ ფუტკრები. იქნებ საპყრობილეშია. მომიკლეს. ავად გახდა. სხვა ქალი შეუყვარდა. ფიქრები ფუტკარივით ეხვევა აიას. ვინ მოსთვლის, მე რამდენი წელიწადია, რაც ყოველ ხუთშაბათს მატარებელს ბაქანზე ხვდება. არც ერთი კვირა არ გაუცდენია. არა აქვს მნიშვნელობა, წვიმაა, ქარია, თოვლია, ჭყაპია თუ პაპანაკება სიცხე. ერთხელ ავად გახდა. მთელი ღამე ხან სიცივისგან ძაგძაგებდა, ხანაც ოფლად იღვრებოდა საბრალო. დედა არ მოსცილებია მის სასთუმას, ძმრიან საფენებს ადებდა შუბზე, გავარვარებულ ფეხებზე სველ წინდებს აცვამდა. მამობილი ბოლთას სცემდა კართან. დიდხანს ორჭოფობდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო გულმა და ექიმთან გააჭენა ცხენი. როცა ექიმი მოვიდა, თხის ქონითა და 1000-ნაირ ბალახ-ბულახზე დამზადებული მალამოთი დაუზილა სხეული. მერე მატყლის საბანში შეახვია და დედას დაუბარა 10 წუთში ერთხელ უცნაური ფერის სითხე დაელევინებინა. გამთენი ისას. აიას აწითლებული სახე მიუნელდა, კანკალმაც უკლოდა, შვიდად დაიძინა. გონი გადავრჩით. ქმარს გადაუჩურჩულა ოსიამ და მთელი ღამის განაწამებს ჩაეძინა. ხუთშაბათი დღე თენდებოდა და როცა ოსიას გაეღვიძა, აია ლოგინში აღარ დახვდა. ზამთარი იყო და მეორე დღეს უარესად გახდა. ის ღამე ძლივს გაათია. 4-ჯერ დაზილა ექიმა თხის ქონზე დამზადებული მალამოთი. თავშავასა და კრაზანას ნაყენსაც ყოველ 5 წუთში ასხამდა პირდაბრჩენილს. ჯიუტი, ჯიუტი, ბრაზმორეული ჩურჩულებდა დედა, თუმცა შვილის საცოდაობით ეთუთქებოდა გული. მანამდე კი ერთ ხუთშაბათს ჩვეულებისამებრ ბაქანზე ჩამოდგა მატარებელი და როცა ბარ გაკიდებული მამაკაცებით, ბავშვებატატებული ქალებითა და ხელჯოხიანი მოხუცებით სულ მთლად დაიცალა ვაგონები, ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა. ლაღად ჩამოხტა მატარებლიდან, შუბლზე თექის პანამა ჩამოიფხატა, მიათვალიერ მოათვალიერა სადგური და
ერთი ჩანთი სამარა უკან გაჰყვა მგზავრებს. არავინ იცოდა, საიდან მოვიდა. იქვე სადგურთან ახლოს აბრაჩამოფხრეწილ სასადილოში შევიდა. ერთი კათხა ლუდი შეუკვეთა. მერე არხეინად გააბოლა. დახთან თავმოყრილი ხმაურიანი გლეხკაცები შეათვალიერა. სარკმლიდან პირდაუბანელ ბავშვებს უცქირა. გუნდგუნდათ რომ დარბოდნენ ვიწრო ორღობეებში და გზა განაგრძო. ღამის გასათევის ძებნა არ გასჭირვებია. სადგურთან დილიდანვე თავმოყრილმა ბიჭებმა აიას მამობილთან მიაგზავნეს. სოფლის განაპირას პაწაწინა ბორცვზე ყვავილებით მორთულ მინდორს გასდებოდი თუ არა, მსხვილ ფიჭვის კოჭებზე შემდგარი ხის სახლი აეშენებინა ბუდუს. წნელის მესერი დაუდევრად შემოღობილ ეზოში ერთი პაწაწინა ქოხიც ედგა, მშობლებისეული. უცხო მგზავრებზე იქ აქირავებდა ოთახებს და დამატებით შემოსავალს ასე შეულობდა. ნიკომ ის ოთახი აირჩია, ხის აივანი რომ ჰქონდა. გამთენი ისას, როცა ცაზე მზეც არ იყო ამოწვერილი, აივანზე გამოდიოდა. მოლბერს გაშლიდა და შუბლზე ქუდ ჩამოფხატული დიდხანს ხატავდა უკიდეგანო მინდვრებს, ხან გვირილებით გადათეთრებულს, ხანაც ლილიფარებით გადაცისფრებულ, ნაძვის წვერებით ტეხილად მორკალულ ბორცვებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებს, ხის სახლებს, გულუბრყვილო შვლეებს, ირმებს, მერე აიას, მის ცისფერ თვალებს, ხორბლის თავთავებივით ჩაწნულ ნაწნავებს, ჟოლოსფერ ტუჩებს და ჰაერში პეპელასავით აფარფატებულ ნას ხელის მტევნებს. მაშინ 17 წლისა იყო აია. მას მერე მთის წვერზე თეთრი ყოჩივარდასავით რომ მოჩანს, აი იმ ეკლესიაში ჯვრის დაწერაზე ოცნებობს. მინდორი ყაყაჩოებით რომ დაიფარება, ბალახში გულაღმა წვევა. წარმოიდგეს მაღალს, თხელ და ფერფთალ ნიკოს, დედოფალივით ხელში როგორ აუტაცნია. ფიქრი, სევდა, ცეცხლი, უშიშარობა ჩასდგომია ზურმუხტის ტბასავით პირამდე სავსე თვალებში. მანამდე აიამ არც არაფერი იცოდა სიყვარულზე. მხოლოდ ზღაპრებიდან ჰქონდა გაგებული კოშკში, ან დევის სახლში გამომწყდეულ მზეთუნ ახავებზე, ლამაზი და მამაცი უფლისწულები რომ იხსნიდნენ ხოლმე. მაგრამ დაინახა თუ არა ნიკო, ჯერ უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა, მუცელში, გულში, საფეთქლებში, მერე კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. დედამიწა ამოტრიალდა და რაც კი გაზაფხულობით მის გულზე ყვავილი ყვაოდა, ყველა ერთად თავზე ჩამოაყარა. ამ სურნელებამ თავბრუ დაახვია, თვალთ დაუბნელდა, რაღაც ჯადოსნური შხამით მოიწამლაო თითქოს, გაიცრიცა, არც ჭამდა, არც სვამდა, არც ეძინა, ყველაფერი გადაავიწყდა ამ ქვეყანაზე. ნიკო ის ხიდი იყო, ოცნებების, ყვავილების, მტრედისფერი ქარების, ლურჯი ფასკუნჯების, მაღალი ციხე კოშკების, ოქროს თევზებისა და ცისფერი ნაკადულების სამყაროში რომ გადაიყვანა. დილაობით აია საუზმეს უმზადებდა ნიკოს. ოსია სხვა უამრავი საქმე ჰქონდა და მდგმურებზე ზრუნვა კარგა ხანია ქალიშვილისთვის მიებარებინა. ლანგარზე ჯერ თავისი ხელით მოკარგულ ქათქათა ტილოს გადააფარებდა. შემდეგ ცისფერ ყვავილებიანი ფაიფურის ჭურჭლით აწყობდა ზედ კაკლის მურაბას, ხაჭოს, რძეს, ახლად გამომცხარ სურნელოვან ფუნთუშებს, ფინჯნით ყავას. რამდენჯერ გაუწყრა ოსია, შენ სამზვითო სერვის ხელი აღარ ახლო, მაგრამ აია ვიღას უსმენდა. მერე დაუყვავა. იფიქრა, იქნებ ტკბილი სიტყვით მაინც გავაგებინოო რამე. იცი, მამა შენის უჩუმრად, რამდენ ხანს ვაგროვებდი მაგისთვის ფულს. შიომ ქალაქიდან სულ ციმ-ციმ ჩამომიტანა. ერთი ბზარით არ გასჩენია. მერე რა ღირს, ნამდვილი ფაიფურია. 2 წელიც რომ დარჩეს ეგ მხატვარი ჩვენთან, იმ ფულითაც არ მოგვივა. 2 წელიც რომ დარჩეს და მერე შეშფოთებული თვალებით უმზერდა აია დედას. განა შეიძლებოდა ერთ დღეს ნიკო უბრალოდ წასულიყო. როცა ნიკო სახლში არ იყო, აია მაშინვე ცოცხსა და სველტილოებს წამოავლებდა ხელს და ქოხისკენ გარბოდა. უყვარდა ნიკოს ციცქნა ოთახის დასუფთავება. იქ ყველაფერი ხიბლავდა. ჩვეულებრივი ნივთები განსაკუთრებული ეჩვენებოდა. გულის ფანცქალით შედიოდა, ფრთხილობდა. იატაკზე მიმობნეული საღებავის ქილებისთვის არ წამოეკრა ფეხი.
გულმოდგინედ ათვალიერებდა საწერ მაგიდაზე დაუდევრად მიმოფანტულ ფურცლებს, თითოეულ ფანქარს, ფუნჯს, თითებში ატრიალებდა. წარმოიდგენდა ნიკოს ამ ფუნჯით ხელში და თითქოს მის შეხებას გრძნობდა. მონდომებით კეცდა ოთახში მიყრილ-მოყრილ პერანგებს, სახესთან მიჰქონდა ხარბად ყნოსავდა, მერე კარადაში აწყობდა კოპწიად. ყველაზე საინტერესო ბოლოსთვის ჰქონდა შემონახული. დააწკრიალებდა თუ არა ოთახს, ნახატების დათვალიერებას იწყებდა. დიდხანს აკვირდებოდა ყაყაჩოებით გადაპენტილ მინდორში აცეკვებულ ქალს, უნაბისფერი თმა რომ გაეშალა და ლაღად აექნია ხელები ჰაერში, თითქოს მიწის მიზიდულობის დათქმას და ჩიტივით აფრენას ლამობსო. ნუ თუ მე ვარ, ეკითხებოდა თავს, სარკის წინ დგებოდა, თმას გაიშლიდა, იგივე თვალები, თმა, ტუჩები, ყელი, კოჭები, ხელის მტევნები, სიფრიფანა ტანი, მაგრამ მოცეკვავე სულ სხვა ცეცხლი, სილაღე და ეშხი ჰქონდა. აიაც ხვდებოდა ამას. ჰო, მე ვარ, ჩურჩულებდა უცნაურად ჟჟოლა ატანილი. ოღონდ სხვა აია, ნიკოს აია. ახლა მეორე ნახატს გადმოიღებდა. ცისფერ თვალაქალს ხორბლის თავთავებივით რომ ჩაეწნა თმა, მკერდი გაეღეღა. ხელში ჩვილი ეჭირა, ძუძუს აწოვებდა და თამს რუნველად დაჰყურებდა პატარას. ამ ნახატს გულგრილად ვერ უყურებდა. მიწა ეცლებოდა ფეხქვეშ, ნიკოს საწოლზე წვებოდა გულაღმა და ოცნებობდა. ერთ დილას აიამ გულმოდგინედ დააწყო ლანგარზე თავისი სამზითო ჭურჭელი და ქოხისკენ გაეშურა. მაგრამ კართან გველნაკმენივით შეჩერდა. ოთახიდან ქალის ხმა შემოესმა. შენთან ერთად სად არ ვიცხოვრებდი, კარავში, მინდორში, ტყეღრეში, უდაბნოში. აია დაიხარა და ფიცარსა და ფიცარშუა დარჩენილ ხრიჭოში შეიჭყიდა. საწოლზე იწვნენ შიშვლები, ქალს მუქითმა ნიკოს მხარზე დაეფინა, ლოყა მის მკერდზე დაედო. არა! ერთი დაიკივლა, ლანგარი ხელიდან გაუვარდა, მერე მკვირცხლად გადაახტა ნამცეცებად ქცეულ ცისფერ ყვავილებს და გარეთ გავარდა. ოსია დარწმუნებული იყო, რომ მისი საბრალო ქალიშვილი სახლიდან სერვიზის გამო გაიქცა. მთელი დღე ნერვიულობდა. მერე კი როცა შებინდა და აია მაინც არსად ჩანდა, გამწარებული კედელს ურტყამდა თავს. მე სულელმა ეს რა ჩავიდინე, ფაიფურის ჭურჭლის გამო დავკარგე, ერთადერთი შვილიო. ბუდუ ნიკო და მეზობლის კაცები დიდხანს ეძებდნენ აიას. ბოლოს გაიყვნენ. ნიკო ტბისკენ წავიდა, ბუდუ ტყეში. მეზობლის კაცებმა კი ახლო-მახლო მინდვრები დაინაწილეს. რამდენჯერმე შემოუარა ტბას ნავით ნიკომ. უკუნითი სიბნელე იყო და ფარნის შუქსეც არაფერი ჩანდა. ერთხან შიშიც კი გაუღვივა კუპრივით გაშავებულმა, დადუმებულმა წყალმა. ბოლოს იმედი გადაეწურა და წასვლა დააპირა, მაგრამ მოჯადოებულივით მიეჯაჭვა ამ უცნაურად გაყურსულ, გუდრონივით გასქელებულ ტბას. სწრაფად და ღონივრად უსვამდა ნიჩბებს, ადგილიდან კი მაინც არ იძვროდა. ბოლოს დანებდა, მოეშვა, იმედი მიეცა, იქნებ მართლაც აქ არისო სადმე აია. გამთენიისას, როცა ვარდისფრად შეიფაკლა ზეცა, ტბამ გამოიღვიძა. ნაზა დააყოლა სიოს ტალღები, თანდათან გაკამკამდა, ვერცხლისფრად დაიწყო ბრჭყვიალი. ახლა უფრო გაბედულად მიაპობდა ნიკო წყალს, ნაპირ-ნაპირ მიუყვებოდა, თავს არიბდებდა ტბისკენ გადმოხრილ შინდის ტოტებს. გაზაფხული იყო. განთიაც ბიჭო გოგიას ჭიკჭიკით ეგებებოდნენ ახლად გამონასკულ კვირტებში შეყუჟული ჩიტები. უცებ შედრკა. აყვავებული თხილის ქვეშ ნავი ირწეოდა. მიუახლოვდა თუ არა, რას ხედავს? იებით, ღიღილოებით, ფურუსულებით, ყოჩივარდებით სავსე ნავში წევს აია. ო, ღმერთო, ერთი ამოიძახა ახტაცებულმა და ნავზე ისკუპა. აია, აია, მიეჭრა ტირილისაგან თვალე ბაწითლებულ, ენძელების გვირგვინით თავდამშვენებულ გოგოს. აიამ ნიკო, მაშინვე იცნო. მისი მოახლოებაც იგრძნო და გაიტრუნა, თავი მოიმძინარა. როგორ ხარ, აია, აია, მხრებში ნაზად მოხვია ხელი, თავისკენ მიიზიდა, მაგრამ გოგონამ ხმა არ გასცა. მაშინ ყური მკერდზე მიადო, აჩქარებული გულისცემა რომ მოემსმა, დამშვიდდა. თხილის ხეს ნავი ახსნა, ზედ თავისი გამოაბა და სწრაფად მოუსვა ნიჩბები. ოჰ, როგორ სურდა აიას ეს წამები არასოდეს დასრულებულიყო. ნატრობდა დრო გაჩერებულიყო და ნიკოსთან ერთად სამუდამოდ დარჩენილიყო ყვავილებით სავსე ნავში. რა ლამაზი ხარ, აია,
ეჩურჩულებოდა ნიკოს ულგანაბულ ქალს და თვალს არ აცილებდა. ანგელოზივი დღიმილი გაქვს, ხანდახან მგონია დედამიწას არ ეკუთვნი. პეპელასავით ააფარპატებ ხელებს და ცაში აფრინდები. შენ რომ იცოდე, რა მშვენიერი ხარ, რა სუფთა, არასდროს ივლიდი ასე თავჩაღუნული, მხრებში მოხრილი, დარცხვენილი. რატომ არ galagdები, ჰა, აია? თავსი კატუნებდა აია, ვითომ ეძინა, მაგრამ ის ეჩქარჩქარა ჩაუდიოდა მკერდი, ცრემლები თავისთავად ჩამოსდიოდა ლოყებზე, გულში ჩურჩულებდა. ყველაფერი მიპატიებია შენთვის, ყველაფერი. უცხო ქალის გამოჩენა მალევე გადაავიწყდა აიას. ნიკომ დილის ტბა და ნავში მწოლარე ქალი დახატა. ერთ დღეს ბუდუსთან ფოსტალიონი მოვიდა და მდგმურის სახელზე გამოგზავნილი წერილი გადასცა. იმ ღამითვე შეკრა თავისი ბარგი ნიკომ. გამთენიისას ბრეზენტის ჩანთა მოიკიდა, მხოლოდ ერთი ნახატი, ნავში მწოლარე ქალი აიღო და სადგურისაკენ გაეშურა. დილით, როცა კოხტათმა დავარცხნილი აია ნიკოსთვის საუზმის მომზადებას შეუდგა, ოთახში ოსია შემოვიდა. სულ დამავიწყდა მეთქვა. წავიდა. ვინ? ჩვენი მხატვარი. იქვე ხის ტახტზე დაეშვა. გაოგნებულს ხელში შეჰყინვოდა ლანგარი. დილის მატარებელს უნდა გაჰყოლოდა. მითხრა ჩემ მაგივრად დაემშვიდობეო აიას. ნახატები დაგიტოვა სახსოვრად. თვალებამღვრეული წამოხდა. ლანგარი ტახტზე მიაგდო და გარეთ გავარდა. რა დაემართა ამ გოგოს? ბოლო დროს ვეღარ ავცნობ. ამოიჩურჩულა ოსიამ და ტახტზე დაღვრილი ყავის წმენდას შეუდგა. გონი მართალია ბუდუ, ნუ თუ გათხოვების დრო მოუვიდა. აიამ სულ სირბილით გადაიარა მინდორი, მერე ნაძვნარი და სადგურს მიუახლოვდა თუ არა, საყვირის გაბმული ხმა შემოესმა. ბაქანი სავსე იყო ხალხით და მათ მიღმა ძლივ შეამჩნია, როგორ ნელ-ნელა მდორედ დაიძრა მატარებელი. მისკენ გაექანა, მოჯლუგუნებით ცდილობდა გზის გაკვლევას, წინ მიიწევდა, მერე კი უკვე სიჩქარე მომატებულ მატარებელს გამოეკიდა. როცა მიხვდა, ვეღარ დაეწეოდა, გულა მომჯდარმა არაბუნებრივი ხმით დაიყვირა. ნიკო! საღამოს ბუდუმ და ოსიამ საავადმყოფოდან სახლში წაიყვანეს აია. ექიმმა დაამშვიდა, სერიოზული არაფერია, ტვინის მსუბუქი შერყევა აქვსო. კიდევ კარგი, თავი რკინას არ დაარტყა. აიმედებდა ბუდუ გაოგნებულ ოსიას. გადავრჩით. არა, მაინც რა მოხდა? მითხრეს ძალიან სწრაფად მისდევდა მატარებელს. მერე თითქოს თავბრო დაეხვა, წაბარბასდა და ლიანდაგებში ჩავარდაო. მატარებელმა სულ წყიბზე გაასწრო. კიდევ კარგი. არა, განზრახ არ ჩახტებოდა. თავბრო დაეხვეოდა. შენ როგორ ფიქრობ? მაგრამ ოსია ხმას არ იღებდა. სახლში რომ მივიდნენ, აიამ კიდევ ერთხელ შეაფიქრიანა დედა. თავის ოთახში ყოფნაზე უარი განაცხადა, ყველაზე საყვარელი ნივთები მოკრიფა და ნიკოს ოთახში გადაბარგდა. მერე მის საწყალში ჩაწვა და ოცნებებს მიეცა. არ მიმატოვებს. ჩამოვა. აკი დამიძახა, დავბრუნდებიო. გვიან ღამით, როცა ოსია შვილის სასთუმელს მოსცილდა და აივანზე ქმარს მიუჯდა, ძლივს ამოიღო ხმა მთელი დღის დადუმებულმა. რას ამბობდი? ვინ შეიძლებაო გავურიგოთ? ბუდუს აიასთვის საქმროს მოძებნა არ გასჭირვებია. კარგა ხანია მოსწონდა მის სახელოსნოში შეგირდად დამდგარი კოსტი. ღონიერი და პატიოსანი ყმაწვილი. იცი რა ბიჭია? ბუმბულივით შემოიგდებს ხოლმე მხარზე მორს, მერე კი თვალის დახამხამებაში ხერხავს. მთელი დღე თავდაუზოგავად მუშაობს. ვახშმის დროს ორიოდე ჭიქა გადაკრულმა გაუმხილა ცოლს, მაგრამ ერთი რამ კი მაფიქრებს. არაფერი დამიმალო გენაცვალე, ღვინო არახს ხომ არ ეტანება. არა ქალო, რა ღვინო არახს, ჩაეღიმა ბუდუს და მერე თავდახრილმა ჩაიბურდღუნა. მატარდებს ნეტავ, ამ ჩვენი გოგოს უცნაურობებს თუ შეეგუება. ახალგაზრდობის ბრალია ეგ ყველაფერი, შენ არ გემახსოვრება, მეც მასეთი ვიყავი, მეოცნებე და ჩაფიქრებული ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს მიაშტერდა. ხო, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ.
ცოლთან უფრო ახლოს მიაჩოჩა სკამი ბუდუმ. აი, ვუყურებ მაგისტოლა გოგონებს, როგორები არიან, რაღაცნაირები, მხიარულები ერთად დადიან, კისკისებენ, ბიჭებს უჟუჟუნებენ თვალებს. ეს ჩვენი გოგო კი სულ სხვანაირია, ვაკვირდები და ვერაფერი გამიგია. აი, თითქოს სხვაგანაა, გესმის? სხვა სამყაროდან შემომყურებს. მინდა მოვეფერო, ჭკუა დავარიგო. ხომ იცი, ღვიძლი შვილივით მიყვარს, მაგრამ მგონია, რეებს აბოდავ, კაცო. ეტყობა ღვინო მოგივიდა ბევრი. ცეცხლს თვალი მოსწყვიტა ოსიამ, ფეხზე წამოხტა და მაგიდიდან ბოთლი ააცალა ქმარს. მორიდებული ბავშვია, ეგ არის და ეგ. რა გინდა, სხვებივი თავქარიანი იყოს? ჰო, რა ვიცი. კეფა მოიფხანა ბუდუმ, იფიქრა მგონი მართლა ზედმეტი მომივიდაო და ოთახიდან უხმოდ გაიძურწა. სანამ მშობლები ქალიშვილს თავიანთ გადაწყვეტილებას გაუმხელდნენ, უცნაური რამ მოხდა. ერთ დილას აია ლოგინიდან წამოხტა, საგანგებოდ გამოეწყო და ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, სოფლისკენ გასწია. საქმეში გართულმა ოსიამ ისის იყო შეამჩნია მისი გაპარვის ამბავი, რომ აიაც გამოჩნდა. თან ნაჭერში გამოკრული დიდი ფუთა მოიტანა და პირდაპირ ნიკოს, ახლა უკვე თავისი ოთახისკენ გასწია. გაკაპასებულმა ოსიამ სისხლით გაწუწულ სინზე მიაგდო ნახევრად გაპუტული ქათამი და უკან მიჰყვა, მაგრამ კარი გააღო თუ არა, წინ ერთი ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. აიას სახე სიხარულით უბწყინავდა. ფუთიდან თეთრი ატლასის, აბრეშუმისა და ხავერდის ნაჭრებს იღებდა, გულის პირზე რიგრიგობით იფენდა და სარკის წინ მზრიალებდა, მაგრამ გაოგნებულ დედას მოჰკრა თუ არა თვალი, ადგილზე გაშეშდა. რა არის ეს, აია? მიუახლოვდა ოსია თეთრ აბრეშუმში გახვეულ გოგოს. კაბისთვის ვიყიდე. რა კაბისთვის? ხელი ნაჭრისკენ წაიღო, მაგრამ გაახსენდა, სისხლიანი ჰქონდა და ცივად გამოსწია. ხმა მოიღე, რა კაბისთვის? საქორწილო კაბისთვის, ამოიჩურჩულა აიამ. და მერე ვისთვის? ჩემთვის. საქორწილო კაბა? ოსიას სახე გაუნათდა. ნუ თუ ჩვენი საუბარი მოისმინა. ესე იგი თანახმა გაჰყვეს კოსტას. რატომ არაფერი მითხრა, მეც ხომ გავყვებოდი ნაჭრების საყიდლად. ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა, თვალებში ჩააცქერდა შვილს და გამომცდელად კითხა. მოგწონს კოსტა? ვინ კოსტა? სახე მოეღრუბლა აიას, ტანზე შემოხვეული აბრეშუმის სწრაფად მოიძრო და ისევ ფუთაში ჩატენა. აბა ვინ? დაიღრიალა ქალვა. ნიკო, დედა, შენ პირდა დაუბრუნდებიო. თითქოს ცეცხლი მოუკიდესო ტანზე ოსიას, მხურვალებამ ჯერ ფეხებში დაუარა, მერე სახეზე მოაწვა. სისხლიანი ხელები აიას ლოყებზე შემოხვია და ისე შეანჯღრია, თითქოს მის გამოფხიზლებას ცდილობსო. ვინ იცის, გადმოგძახა კი ვინმე მატარებლიდან. შენ ხომ მაგ დროს თავბრუ დაგეხვა და ლიანდაგებში ჩავარდი. ყველაფერი მოგეჩვენა. ნუ თუ არ გესმის, რომ ნიკო არასდროს დაბრუნდება. სტუმარი იყო და სამუდამოდ წავიდა. განა იცი რამე მასზე. იქნებ ცოლი ყავს, შვილები, იქნებ... ოსია უცებ დადუმდა. თითქოს ბურთი გაეჩხირაო ყელში. აიას მზერას ვეღარ გაუძლო, შედრკა და გულში ჩაიკრა. მერე კი ხმამაღლა აქვითინდა. ღმერთმა დაასწყევლოს ის დღე, როცა ამ სახლში მოვიდა. ნეტავ საერთოდ არ შეხვედროდი, არასდროს გენახა. აიამ ფრთხილად მოიცილა დედის მკლავები. ფანჯარასთან მივიდა და მინდორს გახედა. ვიცი, ვუყვარვარ. ამოიჩურჩულა. თითქოს გვირილებს ეუბნებაო და არა ტირილისაგან დაღლილ, სასოწარკვეთილ ოსიას. დიდხანს კერავდა აია საქორწილო კაბას. მამობილს ხის მანეკენის გამოთვლა სთხოვა. მერე კი უთავო თოჯინა ოთახის შუაგულში დადგა და ფრთხილად, ფაქიზად დაიწყო მის ტანზე კერვა. ღამღამობით ლამპის შუქზე მუშაობდა. დღისით ზედ ჯვალოს ტომარას აფარებდა, ფრთხილობდა, არავის მოეკრა მისთვის თვალი. ოსია, როცა შვილს სახლიდან წასულს დაიგულებდა, ფეხაკრეფით შეიპარებოდა ოთახში. კაბას ტილოს ჩამოაძრობდა და გულმოდგინეთ ათვალიერებდა.
მისი სილამაზით გაოცებული ზოგჯერ ცრემლებსაც ვერ იკავებდა. ვერაფრით წარმოედგინა. განა შეიძლებოდა თითებს, რომელთაც თოჯინის კაბების გარდა არაფერი შეეკერა, ასეთი საოცრება შეექმნა. ერთხელ, როცა სტუმრად მოსულმა ნათესავმა როგორც იქნა დაასრულა საკუთარი შვილების ქებადიდება, ოსიამ ვეღარ მოითმინა და აიას ნახელავით პირველად დაიტრაბახა. მაგრამ როგორც კი სტუმარმა დაიჟინა, გინდა თუ არა უნდა მაჩვენოო, ინანა. სხვა რა გზა დარჩენოდა, აია შინარიყო, ადგა და მისი ოთახისკენ გაუძღვა. მალე ეს ამბავი მთელ სოფელს მოედო. ნათესავმა საიდუმლოდ უთხრა მეზობელს, მეზობელმა მეგობარს, მეგობარმა მეუღლეს, მეუღლემ საყვარელს, საყვარელმა ქმარს, ქმარმა თანამშრომლებს, თანამშრომლებმა თავთავიან ცოლებს, ცოლებმა მეგობრებსა და მეზობლებს. რამდენიმე დღეში ოსიას კიდევ ერთი ნათესავი მოადგა. 2 ფინჯანი ჩაი მიირთვა, სხვადასხვა თემაზე გულგრილად ისაუბრა, მერე კი არცაცია და არცაცხელა, აიას მიუბრუნდა და თვალებ მოწყურებულმა უთხრა. გავიგე, მშვენიერი საქორწილო კაბა შეგიკერავს. ყოჩა ხშვილო. გოგოს ქორწილი მაქვს დღე-დღეზე, რასაც მომთხოვ მოგცემ, ოღონდ მომყიდე. მიწა გასყდომოდა და თან ჩაეტანა, ისერჩია იმ წამს ოსიას. გულის ფანცქალით მიაჩერდა აიას, მაგრამ მან ერთი გადმოხედა დედას, მერე კი მთრთოლვარე ხმით ჩაიჩურჩულა. ჩემს კაბას ვერ მოყიდით, მაგრამ თუ საპატარძლოს უნდა, ახალს შეუკერა. ამ დღის შემდეგ, თუ კი სოფელში ქორწილი იმართებოდა, პატარძალს კაბას მხოლოდ აია უკერავდა. ბედნიერი ქალიშვილები ხშირად მოდიოდნენ მის ქოხში, მოჰქონდათ თეთრი ხავერდი, აბრეშუმი, ატლასი. აია ღამეებს ათენებდა, ჯერ თარკს ჭრიდა, მერე ნაჭერს, თავიდან ფერადი ძაფით ბლანდავდა, შემდეგ თეთრით აგვირისტებდა. კაბას ბლანდებს რომ ამოაცლიდა, გულისპირს მარგალიტებით უმკობდა, ხან კი ვაშლის ყვავილებსა და ენძელებს აკარგავდა ზედ. და როცა გახარებულ, თვალებაცი მციმებულ გოგონებს თავთავიანთი კაბები მიჰქონდათ, აიაც ბედნიერი იყო. ხშირად წარმოიდგენდა, როგორ იწერდნენ ჯვარს მთის წვერზე ყოჩი ვარდასავით რომ მოჩანს, აი იმ ეკლესიაში და გული მათსავით სიხარულით უბაგუნებდა. აიას კაბა კი ისევ ხის თოჯინას ეცვა და ოთახის შუაგულში ჯვალო გადაფარებული უცდიდა თავის რიგს. წლები გადიოდა. ვინ იცის მე რამდენი ხუთშაბათი იყო, რაც აია სადგურში ეგებებოდა ხმაურით შემოვარდნილ მატარებელს. გული უწინდებურად უფანცქალებდა. დარწმუნებული იყო, რომ ამჯერად მაინც მოჰკრავდა თვალს ნიკოს, მაგრამ ისევ მარტო მიუყვებოდა სახლისაკენ მიმავალ გზას. 7 დღეს ისევ მოლოდინის 7 დღე მოსდევდა. მომავალ ხუთშაბათს კიდევ ერთი მომავალი ხუთშაბათი. სადგურიდან მიმავალი ჯერ ხასხასა ბალახით დაფარულ მინდორს გადაევლიდა. ერთ დღეს მოულოდნელად ყაყაჩოებით რომ გადაწითლდებოდა, მერე ყვითელგულა გვირილებით მოიჩითებოდა, ხანაც მელნისფრად აბრძღვიალდებოდა, მერე ნელ-ნელა უფერულდებოდა, სულ მთლად გადახუნებულს აქა-იქ მწვანე მაინც შეერეოდა. ერთ დღეს კი ქათქათა თოვლით დაიფარებოდა და ვაშლის ხე რომ არა, ყინულის უკიდეგანო ტბას ემსგავსებოდა. სულ მარტო დარჩა აია. ჯერ დედა გარდაეცვალა, მერე მამობილი. მთელი სახლი გამოიკეტა, ჩაიქუფა. მხოლოდ მის ქოხში, ნიკოს ყოფილ ოთახში არ წყდებოდა საპატარძლოების მისვლა-მოსვლა. ხანში შესულ ქალებს, ოდესღაც აიას შეკერილი კაბებით რომ დაქორწინებულიყვნენ, ახლა უკვე თავიანთი თვალებაცი მციმებული ქალიშვილები მოჰყავდათ. დრო გადიოდა, მაგრამ იქ, გაღმა, დროის სვლა თითქოს შეჩერებულიყო. სარკის წინ დგებოდა, უკვე მთლად გაჭაღარავებული აია და მაინც მღელვარე, უნაბისფერ დალალებს ხედავდა. სახე ნაოჭებით ჰქონდა დაღარული, მაგრამ ეგონა თითებით ახლად მოწყვეტილი ვაშლივით გადატკეცილ კანს ეხებოდა. ვერც დაკოჟილ, დაგრეხილ, გახევებულ თითებს ამჩნევდა. აიასთვის წლები არ არსებობდა. მხოლოდ და მხოლოდ 7 დღეღა იყო. ერთ ხუთშაბათს, 11:20 რომ დააკლდა, ბაქანზე ჩამოდგა მატარებელი.
აიაც იქვე ხალხში იდგა და გაფაციცებული შესქეროდა ვაგონებიდან ჩამომავალ მგზავრებს. უცნაური სიხარულით უელავდა თვალები. ტანზე თავისი საპატარძლო კაბა ჩაიცვა, თმა გაეშალა და გვირილების გვირგვინით შეემკო. აქამდე მოშორებით დადგებოდა ხოლმე და გაუბედავად იცდიდა. ახლა ლაღად იღიმებოდა, წინ იდგა. გამლელ-გამოვლელები მის დანახვაზე გაოცებას ვერ მალავდნენ. დიდი თუ პატარა თავშეუკავებლად აშტერდებოდა. მხიარულება იყო სადგურზე. მგზავრები დასახვედრად მოსულ ახლობლებს ეხვეოდნენ და ლაპარაკ-ლაპარაკით ტოვებდნენ ბაქას. ონავარი ბიჭებიც იქვე ხის კამზე მოკალათებულიყვნენ. მზესუმზირას მიირთმევდნენ, ურცხვად იფურთხებოდნენ და ყველას და ყველაფერს ათვალიერებდნენ. მატარებლიდან სულ ბოლოს ახალგაზრდა ქალი ჩამოვიდა. ერთ ხელში ჩვილი ეჭირა, მეორეთი უზარმაზარ ჩემოდანს მოათრევდა. გვერდით 3-4 წლის ბიჭიც მოჰყვებოდა. ბავშვს თვალს არ აცილებდა დედა, უწყრებოდა გვერდიდან არ მომცილდეო, მაგრამ ბიჭუნაც ქმუტავდა, ხან წინ გაიქცეოდა, ხანაც უკან მოჩანჩალებდა. უცებ ხელიდან უზარმაზარი ბურთი გაუვარდა. ადგილს ხარტად მოსწყდა და მას დაედევნა. ბურთი გაგორდა და პირდაპირ ლიანდაგებში ჩავარდა. ზუსტად ამ დროს მატარებლის კივილი გაისმა და ვაგონები ადგილიდან დაიძრა. ნიკო! ნიკო! ყველას ყურადღება დედის განწირულმა ხმამ მიიქცია. ქალმა ჩემოდანი ძირს დააგდო და ჩვილით ხელში ბიჭუნას გამოეკიდა. აია, ზედ ლიანდაგებთან იდგა. ბავშვის დასაჭერად გაიწია. მაისურში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოკაჩა. პატარა შეეწინააღმდეგა. მოხუცი არ დაიბნა, ბიჭუნას რაც ზალი და ღონე ჰქონდა, ხელი კრა, მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ლიანდაგებში ჩავარდა. მატარებელმა ჩაიქროლა. ხალხი ერთ ადგილზე მოგროვდა. შეშინებული ბიჭუნა დედას ფეხებზე შემოხვეოდა და ტიროდა.